ალბათ გახსოვთ როგორ გამოიყურებოდა ჩემი მანქანა ამ ვიდეომდე. თეთრი მახინჯი დისკები. არც შუშები იყო დაბურული, არც პოლირება არ ქონდა გაკეთებული. მოკლედ სადა, მაგრამ ძალიან ცუდ მდგომარეობაში. ხოლო ამ ვიდეოში ჩემი მანქანას შევუცვლით დისკებს, გავუკეთებთ პოლირებას, დავუბურავთ შუშებს, შევცვლით სარკეებს და კიდევ ბევრი სხვა რამ. ასევე ამ ვიდეოში მანქანაში წამეკიდა ცეცხლი, რაც ნამდვილად არ არის ტყუილი. მოკლედ ხალხო, რაც შეეხება განახლებას, პირველ რიგში რა თქმა უნდა შევცვალეთ ფარები. იხედავთ რომ ძალიან უხდება. პლუს ამას. სარკეები არის ემის სარკეებია ხო? აღარ შემიძლია რა. რაზე კაც? რაზე ვერ გავიდე. წადით მა ხელოსნისეთი რა დადის. შენ უფასო დაგეთ. გადამიხადეს, მაგრამ კიდია. ეს სარკეები უკვე მოხსენით. ავთო, რა ქვია მაგ სარკეს? ეგზეკუტი? აი ამ მანქანებს მოყვებოდა ესეთი სარკეები. ეხლა მივდივართ ხალხო, რაღაც ნაწილი უნდა ვიყიდოთ და დისკები უნდა დავაყენოთ მანქანაზე. ამ დისკებს ეხლა იასნებურად ემჯობინება რა. ამებს დავაყენებთ უცებ, რაც დაყენებული არ არის. დავაყენებ აი ამ რეზინებს. პალიროკა უნდა გავაკეთოთ და კიდე შევით დაბუღა და უნდა მოვხდეს ესეცა. ფრიანეცები ვიყიდეთ, გავაკეთეთ და უნდა დავუყენოთ ახალი დისკები მანქანას. ჩემი აზრით პირველი უნდა გაკეთდეს პალიროკა და მერე უნდა გაკეთდეს შუშების დაბურვა. ეს დისკი უნდა დადგეს 4-ვეზე რა წესი არ იგით უნდა დახატოს. მოეწონა ეს დისკები რა. ხოდა აძლევ რა. აი კაცია, თარკები დავაყენეთ. ლამაზია, იმას ჯობია. შევცვალეთ ლოგო, BMW-ს შავი დავაყენე. ხალხო, კიდე შევცვალეთ რიჩაგი, ეს რიჩაგი დავაყენეთ. ნუ ამ ვიდეოში უკვე შევცვალეთ იდეაში სარკეები, რიჩაგი, ლოგო. როგორც ხედავთ, პირველ დისკს ვცვლით და ვნახოთ პირველი ეფექტი როგორი იქნება. ეს დისკი დადგა ხალხო, ძალიან ლამაზად გება რა, დათუნაც გვეხმარება. არა, ვიდეოს ბოლოში ყველაფერი რომ მორჩება, მადლობა. გეტ. ერთი ეგეთი და მედოს რა. ფორსაშია, ხუთი კაცი. კოლექციით ამოწურა. ძალიან უხდება, აი, ავტო სულ სხვა ვიცვით. მარე 4 მივაყენოთ და დაუბრუნდეთ, ხო? გოდიში კაროჩე რომ კარგი საბურავი არ მაქვს. არა, საბურავს დავითრო რა. პირველი ორი დისკი დავაყენე და ასე გამოიყურება. მე მგონი რომ წინას ძალიან ბევრად ჯობია. გავაკეთებთ სახელურებს რა, ასე რო არ. უნდა მიამაგროს ავტო, მიასნიე ყოველთვის ავტო ყველგან. მიასნიე. ავტო ჯიგარი ხარ რა. კომპლიმენტის გარდა ძმაო, მეტი. მენი სპონსორი არის Max Power-ი. რამდენი გადაიხარ ამ ვიდეოში არ გადავხდია. ხალხო, ეს არის ჩემი მანქანა. ვერ ვატარებ, იმიტომ რომ აკუმულატორი არ მოყვა. გავიდა რამდენიმე დღე, მოკლედ დღეს უნდა წავიყვანთ ჩემი მანქანა პალიროკაზე. ჯერჯერობით ეხლა დისკები რაც დავაყენეთ, მანქანა გამოიყურება აი ასე. ჩვენი ახლობელი არის ძალიან მაგრად აკეთებს პალიროკას. მითხრა რომ ძალიან მაგრად გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა სულად არის შეხებილი. სანამ მანქანა დამეწოდა ვერ ვატარებდით, ჩემი სურვილი EDRP-ზე დავიკმაყოფილი. სერვერი სადაც შეგიძლიათ თქვენი ოცნებები აიხდინოთ. ზუსტად ის მანქანა ვიყიდე, რაც რეალურად გვყავს, ამავდროულად ჩემი მანქანის ტუნინგი დროებით ამ სერვერზე გადავწყვიტე. და საკმაოდ ლამაზიც კი გამოვიდა. შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც გინდა, პოლიციელი, სახელმწიფოს წევრი, ბანდის, ან მაფიის წევრი და ასე შემდეგ. ჩაწერა ძალიან მარტივია, შეგიძლიათ ჩაწეროთ როგორც კომპიუტერზე, ასევე ტელეფონზე. ასევე გამოიყენეთ პრომოკოდი DOTIA 5 ლეველამდე და მიიღებთ 2 მილიონ ფულად პრიზს და Silver Whips თამაშის დასწრებად 5 ლეველზე. საიტის, Discord-ის და სხვა ინფორმაციის ლინკები აღწერაშია. ჩემი მანქანა ბევრად უკეთესად დადის, ის რაფეც აქვს. აი, მოკლედ ხალხო, მოვიყვანეთ მანქანა პალიროკაზე. ჯერჯერობით ნავიდო ესე გამოიყურება. რასაც გვირდებიან, ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს, მაგრამ აი ესეთი რაღაცეები ცოტა ხელს შეგვიშლის მაგაში რა. ჯერჯერობით ესე გამოიყურება. დისკები შევცვალეთ ამ ვიდეოში, პლუს ამას სარკეები შევცვალეთ უკვე. პალიროკის შემდეგ უნდა გავუკეთოთ შუშების დაბურვა და საბოლოო ჯამში ძალიან კარგი უნდა გამოვიდეს. ხო, მოკლედ მანქანას 2 დღეში მოვაკითხავთ, ეხლა ნახოთ სრულად მანქანის გადაჭრა როგორი არის ჯერჯერობით ეხლა მანქანა და 2 დღეში ვნახოთ რა მხოლოდ ცვლილება იქნება. ეს საღამოს ამოვაკითხავთ, შევხედავთ რას გაუკეთებენ მიახლოებით. ბიჭო, მე იმედი მაქვს, ძმაო, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რაც უსტოთ არის ნაკრასკი, ეგ კარგად შეიძლება გაკეთდეს. მოდი ვაღიაროთ, ძმაო, რომ იდეალური გაკრასკული არ არის რა ჩემი მანქანა. საღამოს ამოვაკითხეთ მანქანას და უკვე შემზადებული არის რომ პოლირება გაკეთდეს და ნახოთ შემდეგ დღეს რა ეტაპზე იქნება. მოვაკითხეთ ახლა მანქანას, ჯერჯერობით მორჩენილი არ არის, მაგრამ გაჩვენებთ მიახლოებით როგორი უნდა იყოს. ანუ პროსტო შეხედეთ როგორი ბზინვა გაუდის მანქანას. ანუ ასეთ შედეგს მე მართლა არ ველოდი და შეხედეთ უბრალოდ
უბრალოდ სარკე არის რა მთელი მანქანა. თან ეს არის მარტო პირველი პირი ხალხო. ძველი ნაკრასკის ფოტო, ვიდეო ნახავთ და ანუ ახალი როგორი არის რა, აი ძალიან მაგარია მართლა რა. ვისაც მოგიდევათ მოკლედ მოსვლა ნომერი ამონახდება, შეგიძლიათ WhatsApp-ზე დაურეკოთ, ყველაფერი აღწერაში იქნება. მოკლედ აგერა ეს კაცი აკეთებს გავდა. საპროექტო მანქანაა, მიყვარს, შედეგსაც კარგს ვიღებ, მოულოდნელ შედეგს ვიღებ, თავარია, მაგრამ ძალიან მოულოდნელ შედეგს. ესე შედეგს მინდა არავინ არ ველოდნო. ამაზე მეტი იქნება, კიდე მეორე, მესამე პირზე. როჩ დაბლობა ამაზე იასაო, უძვესი დაბლობა. დაყევი გამოყევი. არა, საერთოდ არა, ვერ ვისწავლი ზოასაკეს. აი შევთავაზე თუ კიდე დაიწყო შიდა მუშაობა. საერთოდ ისევ YouTube-ს მივაწვეთ არა. ისე ვიდეოები გადავიღო ჯობიაც რა. თუმე ბიჭი რამდენ სწავლობს და მეთქი ეს მარტივად რო ჩას რა შორიდა და ხელში ვერ დავიჭირე ეს შობელ ძაღლი. ეხა მეორე პირი არის ხო? ხო. კაპოტი აი ესე ლამაზად გამოიყურება, თან მანქანა ცოტა ჩამოგდა. ზიშუქზე ვაფშე არ გაგვიყვანია და წესიდარიგით გარეთ უფრო მაგარი უნდა იყოს რა. ძალიან დიდი ბოდიში, ასეთი წაშლილი სახით რომ ვიწევს ვიდეოს გადაღება უბრალოდ ძალიან გაციებული ვარ. მანქანის ვიდეო ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ასე გამოიყურებ ჯერჯერობით მანქანა პალიროკა რა თქმა უნდა გავუკეთეთ, საუკეთესოსთან მივიყვანეთ. ეფექტს კი ხედავთ როგორი ლამაზი არის და ეხლა უნდა წავიყვანოთ მანქანა შუშების დასაბურად. შუშები დასაბური აქვს, აუცილებელია შუშების დაბურვა და პლუს ამას მანქანიდან ამოვაგდეთ გაზი. მანქანა რომ მინდოდა რომ ცოტა ხოძე ყოფილიყო, ამოვაგდე გაზი. ბევრად კარგად ადის, მაგრამ ბევრს წვავს რა თქმა უნდა. ან აირჩიო რომ მანქანა ნორმალურად დადიოდეს. ან ცოტა უნდა დაწოს და გაზი უნდა გეყეროს და თუ არ ეგეთი ამბავია რა. 2 და 5-ზე საკაიფო დადის ძალიან რა. ამ ვიდეოში ბევრი რაღაც შეცვალე ძალიან. სალონის შეცვლას მინდოდა, მაგრამ სალონის შეცვლა შემდეგ ვიდეოში იყოს მოდი რა. სალამ ტექნიკურად თავიდან ბოლომდე არ გავმართავ მანქანა. მე ვერიდები გაზაურებს რა. შედივრად დადის, აი ძალიან შედივრად დადის ესეც რა. გორში თუ ვისაც გიდათ რეკომენდაცია ამ კაცს აგერა ეხა კიდე ხალხს როგორც დამურავს. შუშების დაბურვაც დაიწყო და საკმაოდ ცოტა ხანი გაგრძელდა, დიდი ხანი არ მოუნდა. მიახლოებით 2 საათ ნახევარში მაქსიმუმ ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაბურული იყო. უკანა შუშები დაიბურა 100%-ზე, ხოლო წინა შუშები კი 40%-ზე. შუშები უკვე დაუბურეთ, მოგეხსენებათ და ძალიან უხდებათ შემაქალას. გაჩვენებთ ეხა შედეგს და რავი, მე მგონი რომ ამ ვიდეოში ძალიან დიდი ცვლილება განიცადა შემაქალა. პროექტის ვიდეო დღეს მანქანის გარეცხაც მინდა რომ ბოლომდე გაჩვენოთ რა ხელა ვიზუალური ცვლილება მიიღო მანქანა. მოგეხსენებათ რომ ტექნიკურად მანქანა გავმართე და ძალიან კარგად ხედავთ შუშები დაუბურე. ძალიან უხდება ნავიდო ეხა შუშების დაბურვა. ფარები ესმეყენა, დავაყენეთ ასეთი კანტები, მოკლედ საერთოდ არ ეყენა მანქანას. პლუს ამას სახელურებზე ყველაფერი დავაყენეთ, სარკეები გამოვცვალეთ, დისკები შევცვალეთ. აი შეხედეთ უბრალოდ ცვლილებას კი ხედავთ რა იდეაში. ხო ეს ხვირი დავკარგე მომიწრა. უბრალოდ შეხედეთ მანქანა რა ვიძე მოვიყვანე. რა იყო კი კარგად გახსოვთ. გავაცოცხლე. ლეგენდა მანქანა გავაცოცხლე დავიდო. უღრმესი მადლობა პალიროკასებიც დამეხმარა, ნიკა. დაურეკეთ უეჭველი ვისაც გაგისწორებათ პალიროკის გაკეთება, მართლა საუკეთესო ბიჭი არის და მაგრად აკეთებს. ამ მანქანის ვიზუალური ხელშეწყობა ვით დამეხმარა, ყველას უღრმესი მადლობა რა. ავტოსაც რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა. დისკები მაგალ მაჩუკა, უღრმესი მადლობა ავტოს. ელექტრიკი და გამიკეთებს. ხოლო ეს კი იმ შემდეგი დღეა, როდესაც მანქანა დამეწვა. გადაღება ვერ მოვახერხე, როდესაც ცეცხლი იყო წაკიდებული მანქანაზე, ვინაიდან შოქში ვიყავი. გუში დამეწვა რა ბოლო. აქ კი ვცდილობთ რომ გამოვასწოროთ ელექტრიკის შეცდომა და მანქანა გავაკეთოთ. შევცვალეთ საბოლოოდ კომპიუტერი და მანქანამ იმუშავა, თუმცა საშინელ პრებოიზე. ცოტა ხანში გავტესტავ ჩემი მანქანა დამწრობის მერე როგორ იმუშავებს რა. უფრო წაიკიდებათ ეს. შეიძლება უფრო წაიკიდოს ცეცხლი და შეიძლება ტრასაზე ავფეთქდე. შეიძლება არა, ისო ქენიო წაიკიდებათ და მე შენ დაგვირდი. ისე ვიზა რომ უკანა ბამპერი გადარჩეს რომ მე ავიღო. არაფერ არ გაურში ნიკა, გაყიდე. ვერც გაყიდი. ჩააბარე. ეს შეიძლება ლაპარაკოს, მაგრამ რეალურად ამასაც ძალიან უყვარს ჩემი მანქანა. სინამდვილეში მაგრა იზიზღება ეს მანქანა. ეხლა უნდა დავქოქო. ტესტი ნომერი 1. თავისი თქდა. რაჭის ამ
ბოლომდე რო გადაიტანა. პატარას დავაჭირე და აი ეგრევე ჩაკეტე თავის. ჩეპე. მანქანა ასე თუ ისე გავაკეთეთ. ეხლა უნდა წავიყვანო სოფელში რომ კარგად აი ბოლომდე გავმართოთ მანქანა. დიდი ხანია მიდგას აქ. ანუ ნახეთ პროსტო რა დღეშია რა. ბოლომდე მოხოდავთ ამ ვიდეოში. ძალიან პატარა დეტალები გამაკლია რომ ეს მანქანა თავიდან ბოლომდე გავმართ. ქარხნულად დავაყენეთ ეხლა ესე იგი ელექტრომანქანაში ყველაფერი. და ეხლა გავაკეთეთ რა. მოკლედ ხალხო მანქანა გავაკეთე. მე მგონი რომ გადავრჩით ყველაფერს საერთოდ რა. და წესი დარიგეთ ყველაფერი არის მოგვარებული. მანქანა დაიწვა, გადარჩა და არაფერი არ დაზიანებულა საერთოდ და პირიქით ბევრი რაღაც რო შეუცვალე ნაწილები, ბევრად კარგად არის. ეხლა უნდა წავიდეთ მე დავთ მანქანა გავრეცხოთ. მე რა შევხედოთ რა იქნება რა. ანუ ამ ვიდეოში ვერ შველით ფიზიკურად რაღაცების ყიდვა მინდა ვერ ყიდლობ, იმიტომ რომ არა აქვს პრობლემური მანქანაა ხალხო, მაგრამ ერთხელ რო გააკეთეთ, ანუ არაფრის გაკეთება აღარ მოუწევს საერთოდ რა. გორში გზები კიდევ ვერ გააკეთეს. მაგიტო უნდა ამირჩიოთ მე გორის მერად. ახ, თავიჟერო ახაც ტრეილერები დადის, გააკეთეთ რა ეს გზები რა. რუტო, ეს მანქანა არის შენი მანქანის мама. და რუტო როგორ არის შენი საქმე იცი? გამოწვევა მიღებულია შემდეგ ვიდეოში. უეჭველი უნდა დაგეჯახოთ. ჯერ ამით გაგასწრებ. მერე კიდე შემდეგი, ანუ ერთ-ერთი რო იქნება ანგარიში, აი ამ მანქანით გაგასწრებ. იძახის BMW მყავსო. შენი მანქანა არის BMW-ების შერცხვენა. სირცხვილია შენი მანქანა ვაფშე BMW რო არის. ველაზე მახინჯი BMW როა. ელექტრო BMW. ეგ BMW ჯობია შენ მანქანას.